ჩვენ დრონებს ვაპროგრამებთ. დღეს ნებისმიერი სახის და ნებისმიერი ტიპის დრონის აწყობა შეგვიძლია. ფრენდა თავისუფლებაა რა და დრონით რასაც გინდა იმას აკეთებ, სადაც გინდა იქნება. ისეთ სფერო არ რომ ვერ ამოწურავ შენ თავს და რაღაც ანუ რომ მოვჭირდეს რაღაცას ვერ იტყვი რა. ჩვენი აწყობილი დრონები გავტესტეთ ღია სივრცეში, ჩვენმა სტუდენტებმა საუკეთესო შედეგები დადეს და მიიყვანეს იმ დონემდე, რომ ავტონომიური მისიები დაგეგმეს და გაუშვეს. იმდენად კომპლექსური სფეროა, რომ მოიცავს თითქმის ყველანაირი ცოდნის გაერთიანებას, ეს არის ინჟინერია, ეს არის პროგრამირება, ეს არის 3D მოდელირება. ჩემი პირველი მიღწევა იყო, რა თქმა უნდა, დრონი რო ავაწყა ჩემთვის. ჩემთვის ძალიან აღმართვმონებელი ფაქტი იყო დაუკავშირებდი როგორც ველოსიპედის პირველად გატარებას, ასევე მანქანის მართვას. დრონები არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელიც მომავალში ლოჯისტიკას დაუკავშირდება. ჩვენი ცხოვრება მთლიანად დაკავშირებული იქნება დრონებთან. ანუ ესეთი ტიპის დრონის პირველი გაფრენა არის, განსხვავებული კონტროლი აქვს. არ გავს ჩვეულებრივ DJI დრონებს და ანუ შენით რო შეგიძლია რაღაც ისეთ დაამატო, რაც თქვა ჩვეულებრივ დრონებში არ არის, ძალიან კაი ემოცია არის. უკვე აწყობილ დრონს რო ყიდულობ და მაგას რო აფრენებ, თუ სხვა არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე ჩემი დრონი ჩემი თავაწყე. ყველა პატარა ნაწილი ჩემი დავამაგრე და ეს თუ სხვანაირი შეგრძნება იყო. ჩემი რამდენიმე მეგობარი უყურებდა ამ დრონების თემას სკეპტიკურად. მაგრამ რა თქმა უნდა, მათაც აზრი შეეცვალათ, როცა ავაწყე ეს ჩემი დრონი და ვაჩვენე როგორ დაფრინავ. პირიქით უნდათ რომ გამოიცადოთ. თქვენ ახლა რომელ დრონსაც არ უნდა დაადოთ ხელი, ვერ ნახავთ სტანდარტულ ნაწილს, რომელიც შეგიძლიათ საიდანვე გამოიწეროთ. ფართო სპექტრით უნდა ხედავდე და ზოგადად სისტემა უნდა გესმოდეს, როგორ მუშაობს და სწორედ დრონიც მაგის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ჩემი ხედვა სხვადასხვა მიმართულებას მოვარგულო. ინჟინერიიდან მოყოლებული, დაპროგრამებით დამთავრებული, თქვენ შეძლებთ ისწავლოთ დრონის შექმნა, დაპროგრამება და მისიებზე გაშვება. ჩვენ გვთავაზობთ ორ მიმართულებას. ერთი რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სასწავლო კურსები, ან უბრალოდ თქვენ მოთხოვნილებების შესაბამის შეკვეთას მოგცემთ და ჩვენ ავაწყობთ შესაბამის დრონს. ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, რომ ამის კომპლექსურობა ქმნის ერთ დიდ ინოვაციურ პროდუქტს და ეს პროდუქტი არის მომავალი.